საღამშვიდობის სამშვიდობის მოგესალმებით. სასიამოვნო არის თქვენთან ჩართვა ხელახლა. მე გავიხსენე ზუსტად ჩვენი წინა ლაივი, როდესაც ცოტა სხვა აქტივობით ვიყავით დაკავებული, მაგრამ პრინციპში ყველა მათგანი მაინც ისეთ ქალურ ამბებს უკავშირდებოდა და დღევანდელი ჩვენი საღამოც მინდა იყოს და გვინდა, როგორც აღნიშნეთ, იყოს ქალის ცხოვრებაში, იოგას, ყოველდღიურობაში იოგას რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს და მე თან მივესალმები მაყურებელს, რომელიც ერთხელ შემოგვიერთდა და გვიყურებენ იტალიიდან, ქუთაისიდან, მარტვილიდან, ბათუმიდან, თბილისიდან, რასაკვირველია და მოგესალმებით ყველას აუცილებლად. გამარჯობათ კიდევ ერთხელ. მოგესალმებით მეც. მადლობა დიდი, რომ მომეცით საშუალება, რომ ჩემი ამბები, ჩემი ისტორია და ჩემი პროექტი გამიზიარებინა თქვენი მაყურებლისათვის, თქვენი გამომწერისათვის. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა და ვეცდები. გამოიყურებით ქავტონ მარინა, შავებში პირველად გნახეთ მე პირადად და როგორ გიხდებათ? მადლობა. ნუ იმ ლაივის შემდეგ და იმ სემინარების შემდეგ რაც თქვენთან გავიარეხა ახაც მე პატიება სხვანაირად. ძალიან სასიამოვნოა. მადლობა. კი. ოთი ძალიან ყურადღებით ვეკიდები ამ საკითხს, რომ ჩემი გარდერობის სწორად გამოიყურებოდეს ყოველთვის მახსოვს ეს რჩევები. კი ბატონო. ქავტონ მარინა, სანამ ჩვენ აი ამ უშუალოდ თქვენს სპეციფიკაზე გადავალთ და ძალიან ერთი სულით მინდა ერთხელ და სამუდამოდ გავიგო, იმიტომ რომ ძალიან არ მეპატიება. ბევრი რამე ვფიქრობ, რომ არ არის ჩემთვის ცნობილი, ისაც მაინტერესებს რეალურად, მაგრამ რატომღაც ვერ გამომნახე ხოლმე დრო სათანადო დრო და პირველად სიმართლე გითხრათ, თქვენ რომ გაგიცანით ინსტაგრამზე, პირველი სიტყვა ისე მეუცნაო, რა ფიქრობ ეს კუნდალინი ნეტა რას ნიშნავს, რა არის და თუ შეიძლება პირველ რიგში რადგან სიტყვა მოიტანა ესეც რომ გითხრათ და მე პატარა ჩვენი ქალური ამბებით თქვენ შესახებ პირადი ისტორიაც მინდა რომ დავიწყო, იმიტომ რომ რაღაცა მგონია რომ ცოტა კადრს მიღმა არის ეს ყველაფერი. კი, ახლა კუნდალინი იოგა. ზოგადად კუნდალინი იოგა ჩვეულებრივად იოგის ერთ-ერთი მიმდინარეობა არის. იმიტომ რომ დღესდღეობით ჩვენ ძალიან ბევრი სხვადასხვა იოგა გვაქვს. ადამიანებმა თვითონაც კი შეარქვეს იოგას უკვე სახელი და არ ვიცი საქართველოში რამდენად არის ეს, მაგრამ ჩვენთან მაგალითად შეგვხვდება სტუდია მიას იოგა, სოფის იოგა, ნატას იოგა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს არის იოგა, ეს არის რამდენიმე სავარჯიშო, რომელიც იოგიდან, იოგის მიმდინარეობიდან არის ამოღებული, მაგრამ ერთჯერ იმას არნიშნავს, რომ ეს აბსოლუტურად ესე ვთქვათ, იოგის სწორი წესების დაცვით მიმდინარეობს. თუმცა ეს არც არის ახლა საჭიროს, ახლა მოიტანა, ხო? ყველას ისე გადმოსცემს ყველა იოგას, რამდენადაც ახლოს არის მასთან და ეს აბსოლუტურად მისაღები არის ჩვენთვის. თავარი არის, რომ ადამიანი კარგად გრძნობდეს ამ დროს თავს. ახლა იოგა ძირითადად წარმოიქმნა ინდოეთში, ინდოეთიდან მოდის მისი ისტორია, თუმცა აქაც არის, ახლა რო ჩავღმავდები, იქაც არის, რომ რაღაც თითქოს ტიბეტიდან წამოვიდა, თითქოს რაღაც ტიბეტსა და ინდოეთს შორის, მოკლედ სხვადასხვა ვარიანტები არის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთიდან მოდის ეს იოგა. და მას აქვს ძალიან დიდი ისტორია, ეს არის ფაქტურად ფილოსოფია, ცხოვრების ფილოსოფია და ამიტომ ფიზიკური აქტივობა. არა არის ეს მხოლოდ ფიზიკური აქტივობა. და ნახეთ, როდესაც შეადარეს ამდენიმე სპორტის სახეობა ერთმანეთს და იოგა, ანუ სხვა გამოკვლევების შედეგად ძალიან ხშირად ატარებენ სხვათა შორის აი ეხლა ბოლოს კოლუმბიის უნივერსიტეტში, ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებში ძალიან ხშირად ატარებენ ზუსტად მედიტაციის და იოგის გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე, ადამიანის ყოველდღიურობაზე. და ნახეთ, აი აქ როდესაც ეს შედარება მოხდა, დაინახეს, რომ ყველაზე დიდი დადებითი გავლენა იოგა მოახდინა ადამიანის ხელზე და რატომ? სპორტი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგ გავლენას აბსოლუტურად დადება. მთლიანად ადამიანს ჩვენ მარტო სხეულია. სპორტი, როდესაც ჩვენ სპორტზე ვართ ორიენტირებული, ზოგადად მუშაობთ ჩვენ სხეულზე, ხო? მაგრამ როდესაც ადამიანი იოგით ყავდება, ხო? ეს არის იოგა მუშაობს ადამიანის სამ ფასეთს ვეძახეთ ჩვენ, ხო? ეს არის სხეული, ეს არის ადამიანის სულიერება და ეს არის ადამიანის მენტალური ჯანმრთელობა. ანუ აი ამ სამივე მოცემულობაზე აქვს იოგას გავლენა და იმიტომ არის იოგა დღეს ასე პოპულარული.
იოგა დღეს კიდევ იოგას რაღაცა ერთ-ერთი მიმართულება არის თუ ერთ-ერთი მიმართულება არის და რა მიმართულება არის ახლა ეს გეტყვით. თუ კი თქვენ დაუკვირდებით მაგალითად ჰათა იოგას თუ დაუკვირდებით აშტანგა იოგას, ესენი ძალიან ძველი იოგის სახეობები არის და ძალიან პოპულარული არის. მაგრამ ისინი მაინც უფრო ორიენტირებული არის ადამიანის სხეულზე. თუმცა რა თქმა უნდა, მათაც დადებითი გავლენა აქვს ადამიანის სხეულზე, მაგრამ კუნდალინი იოგა ეს არის უფრო, ასე ვთქვათ, კომპლექსური, ერთიანი იოგა. რადგანაც ჩვენ ტექნიკებს არ ვესესხებით არავის. მე ჰათა იოგას სპეციალისტიც ვარ, სანამ კუნდალინი იოგის სპეციალისტი გავხდები, ჰათა იოგას ვარჯიშობდი და შემდეგ გადმოვედი კუნდალინი იოგაში და რატო? იმიტომ რომ ნახეთ იოგას, როდესაც იწყებ, ამას აქვს გარკვეული საფეხურები. აი ესე უცებ გამოვარდი და დავიწყე იოგა, ასე არ არის, ხო? აუცილებლად იმას ჭირდება განწყობა. განწყობას გვიქმნის მანტრა. იმას ჭირდება სუნთქვა, სუნთქვას გვიქმნის პრანაიამა. შემდეგ იმას ჭირდება გახურება აუცილებლად კუნთებს, ესე უცებ იოგას ვერ დაიწყებ, რომ რაიმე არ დაიზიანო. არის და შემდეგ უკვე გადადიხარ თვითონ კრიაზე. გარდა ამისა, კუნდალინი იოგი. სიტყვა გავიგე ახლა. დიახ, ნახეთ თვითონ როდესაც კუნდალინი იოგის კრი, რა არის კრია? კრია ეს არის სავარჯიშოების ნაკრები, რომელიც აი კონკრეტულად რაღაცას ემსახურება. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სპექტრი, დაახლოებით 3000 კრია არის, რომელიც ემსახურება, მაგალითად, ზურგის ტკივილი. აი ეს უნდა მეკითხა, ცალკეულ ზონებს ემსახურება, ცალკეულ აბსოლუტურად. დიახ, აი მაგალითად სიზართა სისტემის გაჯანსაღება, გულის გაჯანსაღება, გონების გაჯანსაღება, მაგალითად მიჯაჭვლებისაგან ესეთ არასწორ კითხვას ვარ, მაგრამ აი მაინც რა თქმა უნდა. ანუ შეიძლება რომ ადამიანმა ინდივიდუალურად თავისი საჭიროებებიდან გამომდინარე დააკომპლექტოს ეს კრიები, ხო, თქვენ როგორც ზუსტად ამბობთ და იმის მიხედვით შეადგინოს თავისი იოგას აქტივობა? ნახეთ ახლა როდესაც ადამიანი ნებისმიერ სახეობის იოგას იწყებს და თუ სპორტს იწყებს, ხო, არასოდეს არ ურჩევ მე რომ აი ესე უცებ თვითონ დააკომპლექტოს და დაიწყოს. ძალიან კარგად და ღრმად უნდა გაეცნო და ამიტომ დასაწყისში თუნდაც 1 თვე, თუნდაც 40 დღე აუცილებლად კარგი იქნება გვერდით სპეციალისტი, რომელიც შეგირჩევს, გაგარკვევს ამაში და შემდეგ უკვე, როდესაც შენ გაერკვევი და ხვდები, რომელი სავარჯიშო რას ემსახურება, შემდეგ რა თქმა უნდა, უკვე შენ შეგიძლია დააკომპლექტო, აბსოლუტურად. მაგრამ დასაწყისში არა. ერთი წუთით მინდა გაგაწყვეტინოთ, ძალიან საინტერესოა, მაგრამ მინდა თან ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ დამავიწყა მე თავიდანვე ამის დაანონსება, რომ ჩვენ ქალბატონ მარინას დახმარებით აქვე ეთერშივე ერთი ძალიან სახალისო აქტივობა გვინდა რომ გავაკეთოთ პირდაპირ ეთერის მსვლელობისასვე, რაც არის ერთგვარად ალბათ ნაწილია, ხო, ამ პრაქტიკის თვლიანად იოგას ერთ-ერთი შემადგენელი. ეს არის უფრო მედიტაციური ნაწილი. მედიტაციური სტრესის მოხსნელი სავარჯიშო, რომელიც ძალიან მინდა რომ ერთად გავაკეთოთ ეს სულ ცოტა ხანში. მანამდე თუ შეიძლება ესეთ გულებს ხედავ, მოსალმებებს ხედავ, თუ შეიძლება მეგობრებო რომ უბრალოდ ან პლუსი, ან რაღაცა სმაილი გამოგცანოთ, ვის ქონიათ შეხება იოგასთან, თუ შეიძლება ან თუ გეგმავთ, ან რაღაცა თუ გაინტერესებთ, მოკლედ მე რომ დავიწყე პილატესით დავუშვათ ვარჯიში 1 თვე ნახევარია, იქ ძალიან დიდი ხანი ჩემს გარშემო მესმოდა რომ ძალიან ბევრი გოგო, ქალბატონი არის აი ამ სახეობით დაკავებული და ზოგადად იოგა ძალიან უყვართ და აი მაინტერესებს რამდენად ჩვენი მაყურებელიც არის ჩართული. პილატესი ძალიან კარგი არის. ზოგადად იმის თქმა შემიძლია რომ ნებისმიერ სპორტის სახეობა, რასაც მისდევს ადამიანი, რასაც ჩართული არის შენი ფიზიკური სხეული, ყველაფერი ძალიან კარგია. უბრალოდ იოგა არის უფრო კომპლექსური, როგორც აღნიშნეს დასაწყისში, რადგანაც სხვა ანუ მთლიან ადამიანს, იმიტომ რომ ჩვენ მარტო ფიზიკური სხეული არა ვართ, ხო? ჩვენ ვართ ჩვენი მენტალური გონება, ჩვენ ვართ ჩვენი სულიერება და აი ამ სამივე ფასებს აერთიანებს. კი ბატონო და ფიზიკური ეს არის ერთ-ერთი ნაწილი უბრალოდ. ჩემი მასწავლებელია ქალბატონი მარინა და კარტის მესამე ნაკადის მონაწილე. აჰა, კი. ნატო. ესე იგი ქალბატონ მარინას მე ვიცი როგორი თბილი აუდიტორია ყავს და ვიცი რომ ესე იგი თქვენ ესეც მინდა ნელ-ნელა გადავიდეთ თქვენ რაღაც ახალ პროექტს რომ აკეთებთ ესეც ვიცი. აი ეს კარატე ახსენა ეხა მაყურებელმა და ჩემთვის ეს მხოლოდ ბეჭედთან და ბრილიანტთან ასოცირდება და თუ შეიძლება განმანათლოთ, სამარცხვინოთ. ხედავ დაჯი მოგესალმებ საყვარელო ყველა მეგობრები, ნაცნობი სახეებიც ხედავ შემოგვიერთეთ, დავიწყე პილატესი, პლუსი არის. მე პრო პილატესი მიყვარს, იოგა ვცადე თავი, გავიგიჟე, მერე
დაჭიმული მქონდაო და ფაფასაც ვერ ყლაპავდიო, ესეთი პრობლემა. ხო, შესაძლებელია დასაწყისში, კი, შესაძლებელია. სრულად განიკურნოს სკოლიოზი იოგით. აი ეს არის ჯერჯერობით ჩვენი კომენტარები და თან გავუყვეთ ნელ-ნელა, ხო? კარატე. ხო, ნახეთ. კი, აი მაგ კითხვაზე გავცემ სკოლიოზზე პასუხს. ნახეთ, იოგა აუცილებლად გაუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას. მეც, როდესაც დავიწყე იოგა, მქონდა ჰერნია, რადიკულიტი და მეც მითხრეს, რომ ესე იგი ოპერაცია იყო საჭირო 33 წლის ვიყავი მაშინ. ხო და ნუ 33 წლის ვექი, ეხლა რო ოპერაცია გავიკეთოთ, მე 50 წლის ვექი, მე რაღა დამჭირდება. და უბრალოდ დავიწყე იოგა. დღეს ერთადერთი შეიძლება თქვი მაგამახსენოს თავი, როდესაც აი უსაშველოდ დიდხანს ვდგავარ ფეხს. ეს ისედაც ნორმალურია, მე მგონი ისედაც გეტკინება წელი. თორე სხვა მხრივ არანაირად აღარ მაწუხებს. ამიტომ აბსოლუტურად შესაძლებელია გაჯანსაღება, უბრალოდ დროულად უნდა დაიწყოთ, რა თქმა უნდა და ხაზგასმით სპეციალისტთან. ხო, აი დაჭიმულობა რომ მოხდა, უკაცრავად აი ყელს ვერ ყლაპავდიო, ხო? იქ უნდა მომხდარიყოს სწორად ამის, ასე ვთქვათ, გადანაწილება გამახურებელი სავარჯიშოები უნდა გაკეთებულიყო საკმარისი რაოდენობით და შემდეგ უშუალოდ იოგას სავარჯიშოები. ეს არის ზუსტად გუშინ ვსაუბრობდი მეუღლესთან, რომ ძალიან მე საერთოდ მაქვს ძალიან მტკივნეული წელის არე. ვიცი ბავშვების, აი სანამ რა ვიცი, ჩემხელები არ გახდნენ, სულ დარება. ახლა სტასუნას 7 წლის არის და ვიცი ხოლმე, ნუ ხელში ეგეთი არ ვიცი, რატომ აქ ესეთი ჩვევა და ეს სიმძიმეც ბუნებრივია მოქმედებს. აი ელემენტარულ პატარა მუხრაზეც კი ძალიან მტკივნდება წელი და ფეხზე სიარულის დიდხანს ერთ პოზიციაში ყოფნის დროს მოკლედ და თქვენ ნახევარია თუ შეიძლება მას ვარჯიში დაერქვას, იმიტომ რომ კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ შეიძლება მოვახერხო და თანამ გადაბმული რაღაცა დღეები როცა მოხდა, ზოგჯერ ვაწყე, ანუ ვის თქმა მინდა რომ აბსოლუტურად ახლა დავიწყე და საერთოდ ანუ შეიძლება ითქვას რომ სულ უკი ყველაზე მინიმალისტური დაწესებით მუშაობ და გუშინ აღმოვაჩინე რომ წელი რა შედარება არის აღარ მტკივა, თითქოს ეთყობოდა ზურგის კუნთები უკვე მომაგდა და მქონდა ძალიან ხშირად კიდე ვიცით რა, ფეხების დაბუჟება, კიდურების დაბუჟება, თუ დიდხანს ვიჯექი ფეხზე გადადებული. ნუ არ შეიძლება ეს ჯდომა ვიცი, მაგრამ მიწევს ხოლმე, ხო? აი ნახევარი საათი თუ ვიჯექი, საშინელი დაბუჟება მქონდა და ესეც მივხვდი რომ ბოლო რამდენიმე ხანი აღარ მაქვს უკვე და ესე იგი რამდენად შესაძლებელი არის ესე იგი აბსოლუტურად გაოგნებული ნორმალური კი, აბსოლუტურად, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური შერიგი. ამისთვის დავდივართ ჩვენ იოგაზე, პილატესზე, ნებისმიერ სხვა სპორტის სახეობაზე, რომ პირველ რიგში გავაჯანსაღოთ ჩვენი ფიზიკური სხეული. მაგრამ ნახეთ, ახლა წეგანმა ვახსენე, რომ იოგა მოქმედებს არა მარტო ადამიანის ფიზიკურ სხეულზე, არამედ უფრო ღრმა მუშაობა აქვს ჩვენს როგორც ადამიანის, ანუ მთლიანად მოცემულობას და ზუსტად ამას ემსახურება ჩემი პროექტი კარატე. და დღესდღეობით კი ეს არის აიუტო ბეტმარტიდან, ანუ ჩვენ ვწყებთ მე-6 ნაკადს და რას ემსახურება. 2015 წელს ეს იყო ჩემი ოცნება, რომ შემექმნა ესეთი პროექტი, რომელიც ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლიდა და 2019-ში ვაქცია ეს რეალობად შემქმნელი პროექტი, რომელიც ავაწყე ჩაკრების მიხედვით და ეს და დავარქვი მას კარატე. რატომ? იმიტომ რომ თვითონ კუნდალინი იოგა ამბობს, ანუ კუნდალინი იოგა ვინც შემოიტანა დასავლეთში იოგა ბაჯანმა, მან შეადარა ყველა ადამიანი ალბას. და შემდეგ, როდესაც ადამიანები მუშაობენ კუნდალინი იოგის საშუალებით, ისინი ხდებიან ბრილიანტები. და მე საი განსომილება კი დასანა და როგორ კარგად მოგიფიქრებიათ ეს სახელწოდებაც ხედავ? ზუსტად ეს იყო იდეა, რომ კარატე ეს არის პროგრამა, რომელიც შენ კარატეან ბრილიანტად გაქცევს. ეს იყო უკარგესი პროექტია, ახლა ზუსტად დაწერა ერთ-ერთმა მსმენელმა და მე ძალიან მიხარია, რომ კი. მიხარია, რომ ასეთ უკავშირს იღებს. ქავთონ მარინა, რა მინდოდა მეკითხა? ეს პროექტი რამდენ ხნიანი, ანუ რას ნიშნავს? ონლაინ კურსია, მე მაგ ონლაინ კურსები, ხო, ანუ მსგავსია, ისიც როგორ ხდება? დიახ, იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ცხოვრობ საქართველოში, საქართველოში ყველა ჩემი კურსი არის ბუნებრივია ონლაინ და ხდება ჩაწერილი ვიდეოებით, რომელიც აი უშუალოდ რომთაც მიეწოდება სავარჯიშოები, მაგრამ რა სავარჯიშოები? ახლა წეგან ჩაკრებიც ვახსენე. რა არის ჩაკრები? ჩაკრები ეს არის ადამიანის სხეულში განლაგებული ენერგეტიკული
ცენტრები. ეს იოგის ფილოსოფიის მიხედვით, იქიდან გამომდინარე, რომ მე იოგას მასწავლებელი ვარ, ბუნებრივია მთელი ჩემი პროექტი აწყობილი არის იოგას ფილოსოფიაზე, იოგას ფსიქოლოგიაზე. და ეხლა ნახეთ, თუ კი ჩვენ მივყვებით იოგის ფსიქოლოგია, ჩვენ დავაკვირდებით ესეთ ამბავს. აი, თქვენს გემახსოვრებათ თქვენი ცხოვრებიდან, თუ კი რაიმე ხდება თქვენ ცხოვრებაში ნეგატიური, ხო, ცხოვრებაში ახლა ნეგატიური არაფერი მომხდარა სისულელია, ხო, ყოველთვის რაღაცა ups and downs, ყოველთვის რაღაცა ხდება. რა თქმა უნდა, ეს მიზანშეწონილიც არის და ნორმალურიც არის, ხო, სანამ ცოცხლობ ეს არის. მაგრამ როგორ რეაგირებს ამაზე სხეული? სხეული ყოველთვის იკუმშება, ან რაღაცა ტკივილი არის, ანუ სხეული განიცდის გარკვეულ სტრესს. თუ ჩვენ ამას გარკვეული მოქმედებით, თუნდაც ფსიქოლოგიურთან შეიძლება ფიზიკურ მოქმედებით არ გამთავისუფლდებით, ხო? ეს რჩება სხეულში და მე ამას ვეძახი უარყოფით ენერგეტიკულ ბლოკებს, რომელიც ჩვენ სხეულში ჩნდება. შემდეგ რა არის ჩაკრები? ჩაკრები ეს არის ენერგეტიკული ცენტრები, რომელიც განლაგებული არის ადამიანის ენდოკრინოლოგიურ და ნერვულ სისტემაში. როდესაც ჩვენ კუნდალინი იოგის საშუალებით თითოეულ ამ ჩაკრას ვაბალანსებთ. ნახეთ ახლა, როდესაც რაღაცა მოხდა უარყოფითი ჩვენს ცხოვრებაში, ამ გარკვეულ ჩაკრაზე მოახდინა ზეგავლენა და დაბლოკა, დახურა ჩაკრა. ანუ ჩვენში დაიხურა რაღაცა თვისება. რაღაცა თვისებები აღარ ვლინდება, იმიტომ რომ ჩვენ გარკვეული ტრავმა გავიარეთ დავუშვათ წლების წინ. როდესაც ჩვენ ვიწყებთ კუნდალინი იოგის ვარჯიშებს, რომელიც უშუალოდ მიმართული არის ჩაკრების დაბალანსებაზე, ხო, ჩვენ ხსნით ისევ ამ თვისებებს და თავისუფლდებით ამ ტრავმებისაგან. იქიდან გამომდინარე. ანუ რა აი, ახლა ვესახ. აი, ნახეთ ახლა. შეხედეთ, ვთქვი, რომ 7 ჩაკრა არის ადამიანის სხეულში განლაგებული და ერთი ეს არის აურა, რომელიც არის ჩვენი ბიოენერგეტიკული ველი. პირველი, მეორე და მესამე ენერგეტიკული ცენტრი არის განლაგებული აი გულის დაბლა იწყება აი კუდუსუნიდან და აი მოდის აი აქ მზის წნულამდე. თითეული ჩაკრა არის პასუხისმგებელი ჩვენს სხვადასხვა თვისებაზე. მაგალითად, ნახეთ ახლა პირველი ენერგეტიკული ცენტრი არის თვითგადარჩენაზე და ინსტინქტებზე პასუხისმგებელი, გადაემსა გათავისუფლებაზე. ზუსტად აი აქ პირველ, მეორე, მესამე ჩაკრაში მიდის აი ამ წყენებისგან, სტრესებისგან, ტრავმებისგან გათავისუფლება. შემდეგ უკვე მოდის მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე ჩაკრა, აქ უკვე გათავისუფლებული არის სხეული. სხეული თუ გათავისუფლდა და ენერგია თავისუფლად მოძრაობს და შემდეგ ჩვენ უკვე გადავდივართ შექმნაზე. მაგრამ მეოთხე ენერგეტიკული ცენტრი ეს არის გული. ნახეთ ახლა ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს კარგად დამიწებული, ანუ პირველი, მეორე, მესამე ჩაკრა უნდა იყოს ბალანსში, გათავისუფლებული უნდა იყოს იმისათვის, რომ მან დაიწყოს შექმნა. აი ზუსტად აქ გულში ხდება აი ამ 3 ჩაკრის და ზედა 3 ჩაკრის დაბალანსება. სხვანაირად რო ვთქვათ, დაბალი სამკუთხედის და მაღალი სამკუთხედის ბალანსი ხდება გულთან. ანუ ეს რაღაც მედიტაციური აქტივობა არა თუ ფიზიკური დატვირთვა, ანუ რას ნიშნავს ჩაკრის გათავისუფლება? მე ცოტა ვერაფერი არ გავიგე. გასაგებია, კი. ნახეთ ახლა როგორ ხდება ეს. კუნდალინი იოგაში ჩვენ გვაქვს სპეციფიკური ვარჯიშები, სპეციფიკური სუნთქვები და მედიტაციები, რომლის საშუალებითაც ხდება გათავისუფლება და ბალანსი. ერთდროულად მიდის პროცესი. ამაზე ხმე თეორიულად ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ჩვენ ხო, აი ერთი ბოდიში რა კიდე კი. ანუ ეს ამ ტრავმების გაცნობიერება თვითონ ჩვენს თავში ხდება ამ პერიოდში თუ უბრალოდ ეს აქტივობა უწყობს ამ ველის გახსნას თუ როგორ ეს ძალიან დამაინტერესებს. კი. ესეც ძალიან კარგი შეკითხვა არის. ხდება ისე, რომ ვარჯიშის პროცესში ამოტიტდება რაღაცა ტრავმა. და შემდეგ მოდის მოსწავლე და მეუბნება, რომ აი მარინა წლების წინ, რომელიც ახაც მახსოვდა ბავშვობაში რაღაცა მოხდა, ვარჯიშის დროს ამოვიდა. კი ბატონო, ამოვიდა და გათავისუფლდი. ამიტომ აი ვიგრძენი უკვე. ნახეთ, ისე არის სავარჯიშოები აწყობილი. პირველ ნაწილში იწყება აი ამ ტრავმის აღმოჩენა, შემდეგ გამოთავისუფლება და საბოლოო ჯამში ვარჯიშის ბოლოს ჩვენ გვგრძნობ თავისუფლად სუნთქავ, სულ სხვანაირად სუნთქავ. და ეს არის თქვენს აი ამ იმაში ჩართული. დიახ, რა თქმა უნდა. დიახ, ეს არის და შემდეგ აი ესე ჩვენ ნაბიჯ მიდივართ გზემოთ. ეხლა აქ უნდა ერთი პატარა. კი, აი სანამ მაგას ვიტყვი, ნახეთ
კარად ჩვენ ეხლა რადგან მე-6 ნაკადი არის უკვე და 1000 ადამიანს აქვს გავლილი, ყველა ეძახის მას მიზნების მიღწევის პროცესს. და ეხლა რატო? აქ არანაირი ესეთი ჯადოსნობა, მაგია და ჯადოსნო ჯოხები არ მაქვს კუნდალინი იოგას სავარჯიშოების გარდა. მაგრამ იცით რა ხდება? როდესაც ჩვენ ვათავისუფლებთ ჩაკრებს, ვაბალანსებთ ჩაკრებს, ამ დროს შენ აღმოაჩენ ისევ შენ შინაგან თვისებებს, რომელიც გარკვეული ტრამვის გამო იყო შენში დაბლოკილი. გარკვეული მიზნის მისაღწევად შენ გჭირდება თვისება, ხო? ეხლა მილიონი რომ მოგცე თუ შენ არა გაქვს შესაბამისი თვისება, ვერ მოიხმარი მას, ხო? ამისთვის შენ გარკვეული თვისებები გჭირდება. გასტრესილი ხარ და მოკუჭული ხარ და დაკომპლექსებული ხარ. აი ზუსტად ეს არის. თითოეულ ჩაკრას, როდესაც ჩვენ გავდივართ, ამ დროს ადამიანი უფრო უკეთესად ეცნობა საკუთარ თავს, ახალ თვისებებს აღმოაჩენს და ამ თვისების შეძენის, განახლების შესაბამისად ის შემდეგ ახდენს თავის მიზნებს. ხო, არაფერი, ყველაფერი არის ძალიან კანონზომიერი აქ და არაფერი ესეთი პარალელი დავინახე, ახლა მენახეთ. ანუ სულ ვამბობ ხოლმე რომ როდესაც ქალი შეწუხებული არის, ჩემს სფეროზე გადმოვდივარ ახლა რაღაცით, ხო, მაგრამ თუნდაც ეს იყოს საკუთარი თავის გამოხატვის ნაკლებობა, ხო, თავის სტილის ვერ მიგნება და თუ ეს მას აწუხებს, ეს სტრესივით ილექება და როდესაც ჩვენ აი ამ სტრესის გამო თავისუფლდებით, ანუ როდესაც ვიყალიბებთ იმ გარეგნულ ფორმას, რომელიც ჩვენია და ჩვენ გრძნობთ, რომ ეს არხი თავისუფალია, სხვა რაღაცისკენ არის ეს ენერგია მიმართული და საკუთარი პერსონალური სტილის პოვნა დაკავშირებული არის თქო წარმატების მიღწევასთან. აი მართლა დიდი არის კავშირი და თქვენ ახლა ზუსტად იგივე პროცესი აღწერეთ და ზუსტად პრინციპულად იგივე არის ეს ენერგეტიკული თვალსაზრისით, იოგას ფილოსოფიით. აი ნახეთ, როდესაც მე თქვენ კურსს გავდიოდი და თქვენთან სესიას გავდიოდი, ხო, მე მაშინაც აღნიშნე ეს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მე გარკვეული გზა გავიარე, ჩემთან საკმაოდ წარმატებულად ვთვლი ჩემს სფეროში, მე მომინდა რომ მქონოდა ჩემი სტილი, სადაც მე გამოვლინდებოდი და მე მოვედი თქვენთან, ხო? იმის რომ აი ახლა რახან მე აი ესე ვარ, აი ამ ლეველზე ვარ, ახლა მინდა რომ გარკვეული ჩემი სტილიც მქონდეს, რომ ამით მე კიდევ ჩემ თავს უფრო კარგად გამოვხატავ. ასე რომ ყველაფერი ერთმანეთთან არის გადააყოლილი. ძალიან საინტერესოა. აი რო გვითხრათ დავუშვათ, აი რა მე დარწმუნებული ვარ, რომ ხა ბევრი ადამიანი ჩემსავით ახალი ყურით უსმენს ამ ყველაფერს. რა პროცესია ეს პროექტში ჩართვა როგორ ხდება? რამდენ ხნიანია? მე ყოლებათ თუ არა ინსტრუქტორი, როგორ აკონტროლებთ თქვენ დავუშვათ ამ ვიდეო გაკვეთილებს აგზავნით და როგორ ხდება რო გითხრათ თუ შეიძლება? ნახეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროექტი აი მაქსიმალურად შევქმენი ისე, რომ აი ყველა სტადიის ადამიანს შეძლოს მასში ჩართვა, ხდება როგორ. პირველი ანუ 1 წლიანი არის 365 დღე. და პირველი 3 კვირა, პირველი 21 დღე ვეცნობით იოგას. რა არის კუნდალინი იოგა? რა არის მთავარი მომენტები? როგორ უნდა დაჯდე? როგორ უნდა თქვა მანტრა, რა არის მანტრა, რატო უნდა თქვა და ასე შემდეგ. პირველი 21 დღე ვეცნობით ამას. შემდეგ უკვე უშუალოდ გადავდივართ ჩაკრებზე. თქვენ ესე იგი თითოეულ ჩაკრას ჩვენ ვამუშავებთ სავარჯიშოებით, ეს არის ვიდეოები, ჩაწერილი ვიდეოები, რომლებიც იდება ჯგუფში. ეს არის ჯგუფური პროგრამა, ჩვენ ამას ვდებთ ჯგუფში და ამას შემდეგ ვარჯიშობენ მოსწავლეები. მაგრამ გარდა ამისა, მათ ექნებათ აი ესეთი წიგნი, ეს არის თვითონ კარატი, სადაც ახსნილი არის თითოეული ჩაკრა, მისი თვისებები. და გარდა ამისა, ეს არის ასევე როგორც time management-ი, რომ გამოიყენება ასე როგორც დღიურს, შეგიძლია აქ ჩაინიშნო შენი დღის განრიგი და ყოველი კვირის ბოლოს პატარა ევალუაცია და 40 დღის შემდეგ გვაქვს აი მთელი განვლილი პერიოდის ევალუაცია. რატო 40 დღე? თითოეულ ჩაკრას ჩვენ ვამუშავებთ 40 დღის განმავლობაში. ეს არის ოპტიმალური პერიოდი იმისთვის, რომ ჩაკრა დამუშავდეს, დაბალანსდეს და ადამიანის უჯრედები ყოველ 40 დღეში განახლდება და აი ამ ახალ ენერგიით ივსება, რომელსაც შენ ამ 40 დღის განმავლობაში ამუშავებ. საშუალება არის და საინტერესო იქნება. მეგობრებო, რამე კითხვები ქალბატონ მარინასთან თუ გექნებათ, აუცილებლად მოგწერეთ თან და ჩვენ მე მინდოდა რომ დამეგეგმა ეს ძლიერი ქალის ხასიათი, ისტორია, როლი და ისე საინტერესო წავიდა ეს საუბარი, რომ ვეღარ გადავედი ამ პირადულ საკითხებზე, მაგრამ აუცილებლად მოგიყვებით ეხლავე. თუ კითხვები გექნებათ, აუცილებლად გამოგვიგზავნეთ, მეგობრებო. მე მინდოდა კითხვები დამესვა ასევე თქვენზე, იმიტომ რომ ძალიან
საინტერესო ადამიანი ჩანხართ რასაკვირველია, იმიტომ რომ ესეთი ვისთანაც კი შემხება მქონია და გქონიათ თქვენც ყველას აღუნიშნავს ან სტორის დავდებ ან რაღაცას ამი როგორ მიყვარს ქავატონი მარინა ჩემი დიდი პატივისცემა ესე იგი აუცილებლად თქვენ ტოვებთ რაღაცა თქვენს დადებით კვალს რაც ძალიან დასაფასებელია რა თქმა უნდა მე ვხედავ და რაც შეხება მაქვს თქვენთან ვიცი რომ თქვენ ცხოვრობთ ბელგიაში თქვენ მეტყველებაზეც გეტყობათ რომ რაღაცა აქცენტი გაქვთ უკვე არა ქართული და ძალიან მაინტერესებს რატომ ხართ მან ბუდის წახვედით რამ გამოიწვია ეს ყველაფერი თუ შეიძლება რომ რაც ძალიან თქვენი ფარგლებში ესე ვთქვათ რაც პირადული არის თქვენ როგორ ჩართვლით საჭიროთ მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს როგორ ხალხს აუცილებლად ნახეთ მე ბელგიაში ჩამოვედი როდესაც ვიყავ 18 წლის მე ჩამოყევი ჩემს მეუღლე აქ თამაშობდა ფეხბურთს უკვე გასწავლი ბრძანდებოდი 18 წლის აი გავხოდი და თან ჩამოვედი მოკლედ მოვასწარი 18 წლის ქართველია ანუ თქვენი მეუღლე? კი, მეუღლე ქართველი არის, საქართველოში თამაშობდა ფეხბურთს და შემდეგ უკვე გადმოვიდა ბელგიაში და შემდეგ ჩვენ შეყვარებულები ვიყავით 5 წელი მანამდე, ანუ 14 წლის ვიყავ, მე 19 წლის იყო ჩემი მეუღლე, ხო წარმოგიდგენთ სკოლიდან ვიცნობთ ერთმანეთს და მოკლედ შემდეგ როდესაც წამოვიდა აქ ჩამოყევი რა თქმა უნდა მეც მას და შემდეგ ესე ნელ-ნელა ნავაწყეთ ჩვენი ცხოვრება მყავს 2 შვილი ირაკლი და ნიკოლასი ირაკლი 24 წლის არის ნიკოლასი 18 წლის არის ერთი სწავლობს ერთი მუშაობს როგორ არიან ქართულთან კი რა თქმა უნდა ქართულად ორივე საუბრობენ წერენ და კითხულობენ ქართულად ნუ ეხლა ისეთი კითხვა მინდა დაგისვათ მაგრამ აქვე აუცილებლად უყურადღებოთ რომ არ დავტოვო ორი კითხარი როგორ შეიძლება მოვხდი ამ პროექტშიო ფასი მაინტერესებს და ძალიან დიდი მადლობაო ქალბატონ მარინას რომ თუ ეხმარება ეს იოგა წონის დაკლებას ნათია ეს თქვენ რო არ გეკითხათ მოკლედ არ ვიცი რა ამ გოგოებს რატო აქვს ეს ტანწერწეტა და გამოშვართულ გოგოებს ეს წონას რო იტყვიან ხოლმე პირდაპირ მეცინება მაგრამ ოკეი უპასუხოთ ნახეთ ახლა მოიცადეთ ხო მოკლედ ფასი არის 730 ლარი ნახეთ ახლა 365 დღე 730 ლარი რომ გააყოთ 730 ლარი 365-ზე გამდის 2 ლარი დღეში ანუ შენ საკუთარ თავის განვითარებაში მედიტაცია იოგა კოუჩინგი სავარჯიშოები ტაიმ მენეჯმენტი აბსოლუტურად იხდი 2 ლარს და სამაგიეროდ იღებ პლუს კიდე მთელი წელი ჩემთან ჩვეულებრივად კონტაქტი გექნება მე გიპასუხებ ნებისმიერ კითხვაზე ამას ცალკე თანხას არ ვითხოვ ნებისმიერ კითხვას მოკლედ იხდი 730 ლარს და გაქვს მთელი პაკეტი კი ბატონო უბრალოდ წიგნის მიტანის სერვისია ჩართვა შეიძლება სარეგისტრაციო ლინკით, როდესაც აი ელა თუ არის აქ ახლავე ჩაგდებს, დამავიწყდა მე თვითონ მომზადება სარეგისტრაციო ლინკის, მაგრამ არ აუშავს, თორემ მომწერეთ პირადი შეტყობინება, როდესაც დასრულდება ლაივი და გაგიზარებთ სარეგისტრაციო ლინკს. ხავდანი ინდივიდუალური არ არის ალბათ იწყება რაღაც თარიღში, ხო? კი, შეიძლება რომ ადამიანმა დაიწყოს ინდივიდუალურადაც, რა თქმა უნდა, მე ყველანაირად გვერდში დაუდგები და დაუჭერ მხარს, ბევრ კურსებს გადიან ჩემთან ინდივიდუალურად, მაგრამ ეს არის ჯგუფური, მაინც სხვა არის, იცით, იმიტომ რომ ის მთელი წელია მაინც ხარ ჩართული, ყველა აზიარებს თავის შედეგებს და მეტი мотиваცია არის. კი და ეს მაინც არის, თუ ჩემი უკავშირი არ არის, გაიგე, არის ეს რაღაცა სხვისი უკავშირი, სხვა მოსწავლეების რამდენიმეს უკავშირია დღეში 5-6 უკავშირებს თითოეული მოსწავლე და წარმოიდგინოთ, ხო ეს ხო მეტი мотиваცია არის და ამიტომ მე გიჩვენებთ ყოველთვის უფრო ჯგუფურ პროგრამაში ჩართვას, მაგრამ რა თქმა უნდა, აჩვენ თქვენ. 21 მარტს იწყება უკვე მოსამზადებელი პერიოდი. თანხის, ესე იგი, მე ანუ ყველანაირად ვცდილობ რომ მოვერგო ადამიანის შესაძლებლობებს და თანხის გადანაწილებაც არის შესაძლებელი და ამ შესაძლებლობებზე უკვე პირადში მომწერეთ და გავისაუბროთ თქვენი შესაძლებლობების მიხედვით. ეხლა პროფესიით რა ბრძანდებით და როგორ მოხდით საერთოდ იოგაში რამერად? ხო, აი ხალხურ ისტორიას მოგიყვებით ეხლა. პროფესიით მოკლედ როდესაც აქ ჩამოვედი, ბუნებრივია სკოლა მქონდა მხოლოდ დამთავრებული და პირველ კურსზე ვიყავი, ისტორიულზე სწავლობდი. ესა
ქუთაისში, ანუ ისე ჩამოვიდი, აქ პროფესია ბუნებრივი არ მქონდა. ნუ შემდეგ უკვე ადგილზე აქ ბელგიაში ჯერ ვისწავლე ენა, შემდეგ მოვხდი ძალიან კარგ კომპანიაში, ფარმაცევტული კომპანია იყო და ამ ფარმაცევტულ კომპანიაში გავიარე ინჟინერ ოპერატორის ანუ სასწავლებელი კურსი და გავხდი ინჟინერ ოპერატორი და აქ მოგიყვებით ახლა ძალიან კარგ ისტორიას. მოკლედ მე ვიყავი ძალიან მორიდებული. აი ეხლა თუ თქვენ მაგალითად მარინას ნახავთ, რომელიც სანამ იოგას დაიწყებთ და ეს ის მარინა არ არის. ანუ მე ვიყავ ძალიან მორიდებული, ვერ ვედავდი ხმის გაღებას და არ ვიცი რატო, ნუ მოკლედ ესეთი და შეიძლება საუბრის დროს გავწითლები, ანუ ძალიან ესეთი ვიყავ. და ერთ დღეს მოკლედ ინჟინერთან ერთად ბუნებრივი ახლა ინჟინერ ოპერატორი ვიყავ, მუშაობდით 7 მამაკაცი მუშაობდით, მე ვიყავი ერთი ქალი და აქ კიდე ახლა განსაკუთრებით მორიდებული ვიყავ. ყოველთვის ესე ვცდილობდი რა ისეთ მეტი არ მეთქვა, ესეთ მეტი არ გამოჩნილიყავ და ბოლოს და ბოლოს მომიწვია ჩემმა მენეჯერმა რალფმა და მითხრა აქ მე აქ ძალიან ესე კორექტულად გადლევენ შენიშვნას და მეუბნება რალფი რომ არაო მარინა მორიდებული კი არა ხარ რომ მე იმის თქმა კი არ მინდა რომ შენ მორიდებული ხარ და მივხვდი რომ ეს კი მორიდებულიო და ანუ ეს მომხმარებელთან ურთიერთობა ცოტა უფრო ის უნდა იყო რა გახსნილი და მეც უნდა ბედავდეო და ნუ კარგი ისო გავითვალისწინე ჩვენ ეს ევალუაცია გქონდა ყოველ 6 თვეში ერთჯერ და შემდეგ გქონდა კორპორაციული ეს იწყებოდა ახლა უკვე ზაფხული და საღამოს უკვე გქონდა კორპორაციული საღამო და ნუ წავედით ახლა ძალიან გავიპრანჭეთ ისე და მოკლედ აქ ბელგიაში არის ესეთი ცეკვა რაღაც უკვე კარგად ყველა რომ დაალეს და მე ესე ჩაებნებიან ერთმანეთს როგორც მატარებელი ესე ვაგონები ესე ტარარარარა და ესე მიდის ყველა ესე ვაგონები და მომიახლოვდა ახლა ეს ვაგონი და იქიდან გამომდინარე რომ მე ძალიან მორიდებული ვიყავ ხა არ მინდოდა ამგენთან ჩაბმა მეთქია ფამინდა ახლა ესეთი ცეკვა არ დამანებეს თავი არ დამანებეს და მე ვფიქრე ახლა ბოლოს ვინც არის იმას ჩავებნებ და მე სადმე გავიპარებით ხო ხო და მოვიდა ახლა ეს ჩემთან ეს მატარებელი და მეც ბოლო ადამიანს ესე ჩავებდი რომ მატარებელი ვარ მივდივართ ეს ამასობაში რაღაცამ დაიყვირა იქიდან შანჟე ნიშნავს რომ შემოbrunდით და მე გავხდი პირველი ვაგონი ხო და მე სადღაც შორს ესე დავინახე ჩემი მენეჯერი რაფი და ვიფიქრე ამან დღეს ხო შენიშნა მომწ რომ მე ძამორიდებული ვარ და მე ვანახებ ახლა მე არა ვარ მორიდებული და მეთქი ამ ხალხს ახლა ძალიან ესე დიდწრეს დავარწმევინებ მეთქი და დავიწყე ხან მთელი ამ ზალა რაც იყო, იქ დავიწყე ესე სიარული და ამ მოკლედ ესე დავდივართ ცეკვას მე ესე ვაქნევ ხელს და მე მგონია ეს 25 კაცი თუ მომყვება უკან, მაგრამ მოკლედ ამ რავს რო შევხედე და ეს რავს ესე ქონდა გაფართოებული თვალები და იმის გვერდით იდგა ჩემი კოლეგა ინჟინერი პეტერ და ის ესე იცინოდა ვაიმე მივხვდი რაღაცა მეთქი რაღაცა ვერ გავაკეთე მივიხედე უკან და ერთადერთი კოლეგა არის რომელსაც ისე ეკიდა ჩემ ხრებს ხელი მეგონა უკან 100 კაცი მოყვდა თურმე ყველა დაფანტულა მე და რულ დავდივართ ეს ორნი ხმერტო ოკეი დიდი ხანი მახსოვდა ეს ამბავი მეთქი ყურადღებით ჩავყოლსა მაგრამ რავს ეს შემდეგ ვუთხარი აი მე ხარ გავითვალისწინე მეთქი თქვენი შენიშნათკო ნუ რა თქმა უნდა იოგაში როდესაც უკვე იოგით დავკავდი რა თქმა უნდა ეს თვისებები დაიკარგა შემდეგ უკვე ეხლაც მეტყობა რომ საკმაოდ თავისუფლად მაქვს უთეთო საინტერესო ეხლა რომ ნახოს რაფმა ამდენი წლის მერე ნეტა რა სიტყოდა აი ჩემი მენეჯერი შეამჩნევდა ცლილებებს თუმცა იცით რა თქვენ მაინც ახლა ურთიერთობაში რაღაცა ის თქვენებური ყდემამოსილება გაქვთ ეს უნდა აღინიშნოს მაინც გაქვთ ის რაღაცა შინაგანი რაც ძალიან უხდება ქალს ჩემი აზრით აი ძალიან ახლა ის თავისი მორიდებულობა რაღაცა ეს არის თქვენი კულტურის ნაწილი შინაგანი კულტურის და შეინიშნება მაინც მიუხედავად ამ ყველაფრისა თუმცა რა თქმა უნდა ახლა ზოგჯერ არის ხოლმე რომ ეს ჩვენ ზედმეტი სიმორცხვე ზედმეტი მორიდებულობა ბევრ რამეში უკან გხევს ხოლმე განსაკუთრებით ქალებს ხო განსაკუთრებით როდესაც ჩვენ ვიზუალში არ ვართ დარწმუნებული კიდე აქაც არის ხოლმე ძალიან დიდი
ფაქტორი ესეც არის ხოლმე და როდესაც არ იცი კიდევ შენ ვინა ხარ, ხო არის ესე, ხო აი როდესაც არ გაქვს შენი თავი ბოლომდე ამოჩიჩქნილი, გამოთავისუფლებული, ვერ ხვდებით ხოლმე ჩვენ რამდენად უნიკალურები ვართ და რამდენად ესეთი რაღაცა სისულელეები და მოსარიდებელი ნამდვილად არ არის, ხო? რამდენად წვრილმანად მოგვეჩვენება ესეთი რამეები და ამდენად მე ვისურვებდი რომ ყველა აი აბსოლუტურად აი არაერთხელ მithქვამს და ხვალაც სხვათა შორის მივდივარ გადაცემაში და იქაც ამ თემაზე და ვისაუბრო რომ ბლოგის წარმოწყებასთან დაკავშირებით მეკითხებია ხოლმე ხშირად აი ჟურნალისტებთან როცა გვაქვს ხოლმე შეხება ეგ არის ხოლმე როგორ დაიწყეთ თქვენი ბლოგი და რა იყო თქვენი ბლოგის მიზანი აი გულწრფელად შემიძლია თქვა და იციან კიდევაც ჩემმა გოგოებმა გამომწერებმა რომ აი ესეთი ძალიან ესეთი ბავშვური სურვილი თუ რაღაცნაირი ესეთი მქონდა ოცნებასავით და მაქვს დღემდე რომ ყველა ქალი გრძნობდეს თავის შინაგან ძალას და შინაგან წყინვალებას. აბსოლუტურად. იქნება ბევრად უფრო კარგი. არ არის ასე? აბსოლუტურად. კი, აი ამ სიძლიერეზე, შინაგან სიძლიერეზე, ეს არ არის მხოლოდ ამტანობა და ჩვენ ვიტანჯებით და ჩვენ ბევრ საქმეს ვაკეთებთ, ეს არ არის სიძლიერე. ქალს სხვანაირი ჯადოსნური ძალა აქვს და ყველას თავისებური აქვს ეს ძალა, როდესაც იცის ბევრმა ქალმა იქ საზოგადოება ბევრად უფრო თავისუფალია, ბევრად უფრო კომპლექსოა, ბევრად უფრო ნაკლებად სტერეოტიპულია, ხო ესე ვიტყოდი და ის კაცებით და ის რაღაცა ძლიერი მართველები გნებავთ კაცი იქნება თუ გნებავთ ქალი იქნება, თუ ასეთმა ქალმა არ აღზარდა და ასეთ ქალის გვერდზე არ გაიზარდა სამწუხაროდ ჩვენ ყოველთვის გვექნება რაღაც ისეთი რაც არ მოგწონს ხო იგივე ქვეყანაში, ქვეყნის მმართველობაში, საზოგადოების აზროვნებაში. ამდენად მე ისევ ჩემს ოცნებაზე ვრჩევი და მგონია რომ ძალიან ესეთი არის ეს ქალის ძალა. პირველად რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ და ყველას უნდა ვაცნობინოთ. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენი პროგრამა ჩემი ბლოგი ამ ყველაფერში რაღაცა პატარა წვლილს აბსოლუტურად. ვისურვებდი რომ გადავიდეთ რაღაცა ბევრი საქმე და პირველ რიგში თავს დავუთმოთ დრო. ეს არ არის ეგოიზმი, მე ადრე არასწორად მეგონა სხვათა შორის ადრე რო იტყოდნენ ეს თვითსიყვარული, საკუთარი თავის მიმართ ბეტი, ყურადღება. ეს არის სწორედ იმ ყველაფრის წინაპირობა, არ არის ასე, რასაც კი, აბსოლუტურად. აბსოლუტურად. სხვათა შორის ნახეთ წინა 2 დღის წინ ზუსტად აი ძალიან ავად ვიყავი, არის რაღაც ვირუსი მქონდა როგორ ჩანს და საკმაოდ ცუდად ვიყავი და იქიდან გამომდა რომ შაბათ-კვირა და მოკლედ მორიგი აფთიაქი უნდა გვეძებნა და ეს რაღაცნაირად ვიფიქრე რომ მოდი გადავიტან და იქნება უშაბათს უკვე აღარ მქონდეს ხო რაღაც ესეთი სხვა მომენტები სინჯა მაგრამ მაინც დამჭირდა მედიკამენტი. ხო და წავდა მეუღლე მომტანა მოკლედ მედიკამენტი, დავლია მედიკამენტი და შესანიშნავად უკვე გძნობ თავს. ნუ ავდექი შემდეგ რაღაცები გავაკეთე, მოვამზადე და მეუღლემ აღნიშნა ის ამბავი, რომ მაინც აი ბედნიერი ქალი, თუ ქალი ბედნიერია სახლში, მოკლედ ყველა ბედნიერია სახლში და მართლაც ძალიან დიდ როლს თამაშობს ქალი, დედა, მეგობარი ქალი, ცოლი და ფიქრობ დარწმუნებული ვარ, რომ კოლეგა, მმართველი თუ კი ბედნიერი არის ქალი, ქალმა სხვანაირად ასრულებს ამ თავის ენერგიას და ამ ენერგიას აი შთანთქავს ყველა მამაკაცის, შვილიც, ქმარიც, კოლეგაც. ამით არავინ ქალიც უცხასიათია, ქალი საშინელება. საშინელება და ამით ის მომენტი კი არ არის დაუშვათ რომ ეხლა ძალიან ხშირად კიდევ რასაკეთებენ იცი არის ესეთი შედარება რომ აი მამაკაცი და ქალი არ არის ეს სულ სხვა ფენომენია ქალი სულ სხვა ფენომენია მამაკაცი ხო ვერასდროს ვერ შეადარებ ერთმანეთს და არც ისეთი რაღაც არ არის რომ უი ქალი უი კაცი ხო არ არის შესაძლებელი ორი სულ სხვადასხვა ფენომენი არის მაგრამ ამ შემთხვევაში ენერგეტიკულად ქალს უფრო მეტი ენერგიის გამოსხივება შეუძლია და მამაკაცს ამ შემთხვევაში მეტი ენერგიის მიღება ვიდრე პირიქით. ნუ ასე არის ეს და სხვანაირად არ შეიძლება. კი ბატონო. დიახ. ძალიან საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო და ესე ვთქვათ სუბუქად, მაგრამ ძალიან სასარგებლოდ ინფორმატიულიც, ესე ვთქვათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლებიც იგივეს გვეტყოდნენ. თუ რამე კითხვები გაქვთ, მეგობრებო, თუ გნებავთ ეხლავე დაგვისვით, რამდენიმე წუთი გვაქვს კიდევ, თუ გნებავთ
მოგმართეთ პირადში, ქალბატონ მარინას მიწერთ, ნახავთ ლაივს, დავდებ თუ ჩემი გამომწერი ხართ აუცილებლად იხილავთ ლაივს, ცოტა ხნით მაინც დავდებ და რა ვიცი, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება იოგასთან დაკავშირებით, რა გაქვთ, რა გქონიათ, რა შემხებლობა გქონიათ ამ ფილოსოფიასთან, ამ ფიზიკურ აქტივობასთან, რომელიმე ასპექტში, ესე ვთქვათ. და თუ თქვენ რაღაცა სურვილი გექნებათ რომ გაგვიზიაროთ, მოკლედ არ ვართ. უცხოეთში ვინც ვართ, შევძლებთ, რა თქმა უნდა, ალბათ შევძლებთ, ხო? თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, მე თვითონ უცხოეთში ვცხოვრობ. კი, აი ნახეთ ეს ელიმ დადო, აი ახლა სარეგისტრაციო ლინკი, თუ ცოტა ხნით აპინავთ, ამას ჩვეულებრივად შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ამ ლინკზე, გაეცნოთ მთლიანად ინფორმაციას, თუ დაუშვათ გინდათ თანხის ან გადანაწილება ან სხვა რამე შეკითხვები გაქვთ, ყოველთვის შეგვიძლიათ რომ პირადშიც მომწეროთ და მე ყველანაირად შევეცდები. იმდენად დიდია ჩემი სურვილი რომ მეტი და მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროექტში, ხო? რომ ყველანაირად ვცდილობ რომ მოვერგო ადამიანის საჭიროებას. აუცილებლად შესამჩნევი არის ალბათ, რომ ჩემთან ბლოგზე არ შეხვდებით რაღაცის რეკლამას. აი ყველანაირად ვცდილობ რომ აი მინიმალურად დავიყვანო. აი ამ შემთხვევაში ეს არც ყოფილა ეს ლაივი რაღაცი პროექტის რეკლამის ესე ვთქვათ ისმით ჩატარებული. უბრალოდ იმდენად სასარგებლო, აი თქვენთვის სასარგებლო იქნება ჩემი გადმოსახედიდან. მე აბსოლუტურად ვენდობი ქალბატონ მარინას როგორც პროფესიონალს და როგორც ადამიანს პირველ რიგში. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ქალბატონი მეტმა შეძლოს და ჩაერთოს, მეტად გაიხსნას, მეტად გახდეს მზა აი რაღაცა სიახლეებისთვის. და მე ჩემთან გელოდებით, მე მოვირთოთ სხვანაირად სუნთლად. კი, სხვათა ძალიან საინტერესო იქნება, ამას აუცილებლად გავაკეთებ. აი მეშვიდე ჩაკრაზე რომ გადავალ, ხო? აი ახლა სხვათა ახლა გადავდივარ მეოთხე ნაგატში, ვასრულებთ ახლა ჩვენ თითქმის ვასრულებთ ახლა პროექტს. იქ ძალიან იქნება საინტერესო თქვენი ფერების ფსიქოლოგია და აუცილებლად მინდა რომ ეს ლაივი გავაკეთოთ. და იქ რომ ვისაუბროთ აი ამ ფერებზე, რამდენად მნიშვნელოვანი არის, ხო? იმიტომ რომ ნახეთ ამ გოგონებს უკვე სულ სხვა ხედვა აქვს, ანგენმა იციან უკვე რა არის დაბალანსებული ჩაკრები, რა არის წარმატებული ქალი, როგორ ენერგიას ასხობს და ვფიქრობ, რომ აი თქვენი ეს რჩევები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აუცილებლად გავაკეთოთ ახლა მომავალში. კი, აუცილებლად მოგიწევთ თქვენ ჯგუფში. ძალიან დიდი მადლობა. ყველას დიდი მადლობა მეგობრებო, ვინც გვისმენთ. დაგემშვიდობებით დღეს ამით. ბედნიერ საღამოს გისურვებთ. დიდი მადლობა ქალბატონ მარინა.